როგორც ცნობილია, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას შედეგად მოჰყვა მილიარდერ ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების სრული უზურპაცია და მისი მთავარი მოწინააღმდეგე ლეიბორისტული პარტიის არ დაშვება პარლამენტში, რის თაობაზე წინასწარ გამოგვიცხადეს. Ამ დანაშაულზე შიდა სახელმწიფოებრივი დავის ყველა რესურსი ამოწურულია და დღეიდან საქმე მიემართება ევროპის სასამართლოში განსახილველად და როგორც ცნობილია, სტრასბურგში გზა ჯერ კიდევ 20 წლის წინ სწორედ ლეიბორისტულმა პარტიამ გაკვალა. მე ვარწმუნებ ქართულ საზოგადოებას, რომ ბოროტ მოქმედნი, ვინც მათი ნება გააყალბეს და ხელისუფლება მიითვისეს, დაისჯებიან უკლებლივ ორგანიზატორიდან შემსრულებლამდე. სოციოლოგურმა კვლევებმა ბოლო დღეების კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლეიბორისტული პარტია უკანონოდ იქნა დატოვებული პარლამენტის გარეთ და მას გადალახული ჰქონდა ბარიერი. და თქვენ ალბათ ეხლა მოისმინეთ ივანიშვილის გამოსვლა 3 ოქტომბერს, სადაც ის პირდაპირ შეგვირდა, რომ პარლამენტში არ შეგვიშვებდა მაღალი რეიტინგის და მხარდაჭერის მიუხედავად. მარტო ეს ერთი განცხადება, რომ იქნა წარდგენილი ევროპის სასამართლოში, ეს არის საკმარისი გარემოებებზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად და ობიექტური საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მთლიანად იჯდება ევროკონვენციის მოთხოვნებში და ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც კვლავ მოტყუებული და გადაგდებულია. შესაბამისად, მე ველოდები თქვენ შეკითხვას. ბატონო, ეს გადაცემაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა სტრასბურგში გამიმართოს. თუ კიდე არის სხვა მტკიცებულება? არა, ეს ერთ-ერთი ეპიზოდია. მტკიცებულებათა მთელი კასკადია დაწყებული უვარგისის საარჩევნო კანონმდებლობით, სპეციალურად შედგენილი ნორმებით, რომელიც გამორიცხავდა თანასწორობას საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არჩევნების ჩატარების დღეს, თუნდაც ის, რომ საარჩევნო კომისიებში აბსოლუტური უმრავლესობა ყავდა ხელისუფლებას და კინკილა ოპოზიციონერები იყვნენ წარმოდგენილები 1-2 კვოტით და ისინი ჩაკრული იყვნენ ივანიშვილთან და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ადგილების გაყოფაზე და თქვენ ხო ეჭერ გვეპარებათ, რომ ბოკერიას დაჯგუფებამ და ივანიშვილის ოცნებამ გაიყვეს საპარლამენტო ადგილები და ეს იყო დიდი შეთქმულება ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომლის დეტალებიც აუცილებლად უნდა გაირკვეს და გაირკვევა დარწმუნებული ვარ. თუნდაც ის, რომ საარჩევნო დავები იქნა განხილული არაკვალიფიციურად, არაობიექტურად, თუნდაც ის, რომ თვითონ პროცედურები საარჩევნო დავების არის პრაქტიკულად დაწერილი ისე, რომ ვერ გაასაჩირო დარღვევა. 24 საათში უნდა მოასწრო სარჩელის შეტანა და 24 საათი გრძელდება ოქმების შედგენა და ჩაგეტილ რეჟიმში მუშაობა და რჩება 1-2 საათი რაღაცა გათენებიდან მამლის ხივილამდე რომ მოასწრო სასამართლოს შეტანა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ თლიანად მოგვაქციეს ისე დისკრიმინაციულ პირობებში, საიდანაც აბსოლუტურად გამოდიოდა ერთადერთი საკონსტიტუციო უმრავლესობა ივანიშვილის და მათი თარეში შემდგომ საქართველოში ჩვენ რასაც ვხედავთ. და გარდა ამისა, სრული უთანასწორობა იყო ისიც, რომ ივანიშვილმა მარტო ოფიციალურად, არაოფიციალურად მილიარდები დახარჯა და სოციალურად ეგრეთ წოდებულ დაუცველებზე წინასწარ გასცა 300 ლარი და ფქვილები და რა ვიცი, კიდევ სხვა რაღაცები საარჩევნო ქრთამი, რაც თუნდაც ერთი ეპიზოდია საკმარისი, რომ ასეთი პარტია მოიხსნას არჩევნებიდან, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ხო? და გარდა ამისა, სრული უთანასწორობა არც ერთი კაპიკი ბიზნესიდან ლეიბორისტულ პარტიაში მაგალითად არ შემოსულა, ხოლო 30 მილიონი შევიდა ივანიშვილთან და 3 მილიონამდე პატრიოტთა ალიანსთან. ნუ ახლა ხო გასაგებია ყველაფერი ვინ ვისთან იყო შექმნილი და ვირაზე მუშაობდა, ხო? აბსოლუტურად დავრჩით ჩვენ სრული, ასე ვთქვათ, ხელშეწყობის ელემენტარული ფონის გარეშე, რომელი ფონითაც შეიძლებოდა რაღაცის შედეგის დადება. აბსოლუტურად ხელები გადაგვიბორკეს, ნუ პრაქტიკულად დაგვაპატიმრეს და ამ დაპატიმრებაში მონაწილეობდა ხელისუფლება და მასთან შეკრული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების ჯგრო. იმ პარტიებისა, რომლებიც მე ხუხულებივი დაიშალნენ არჩევნების მეორე დღესვე და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ და დღესაც გარბიან უკვე, იმიტომ რომ გონიათ კიდევ რაღაცას დაიჭერენ ახალ სახარბიელო დივიდენდის სახით, თუმცა ძალიან მეეჭვება მათ უკვე თავიანთი დივიდენდები სამწუხაროდ ცუდად დაახურდავეს. ლეიბორისტული პარტიის მეერობის კანდიდატი ხდება. ჩვენ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჯერ მთავარია ივანიშვილი გავაძევოთ პოლიტიკური ოლიმპიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ქვეყნის სამშენებლობაზე ფიქრი, კადრების შერჩევაზე, მერობაზე, მინისტრებზე და იმ ხალხზე, ვინც
ქვეყანას გამოიყვანს აი ამ ოლიგარქიული ჩიხიდან. დღეს ესე იგი ფიქრი ამ მერობასა და სახელისუფლო თანამდებობებზე თუ ჩინოვნიკობაზე პრაქტიკულად არის ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერება. მე ასე მგონია. ჩვენ უნდა ერთიანად შევუტიოთ და წავაგებინოთ არჩევნები.